ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის მიშა ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული ბაკალავრიატის და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. ფოტოკონკურსი ხელოვანების საერთაშორისო ფესტივალი მაჩაბელის ფარგლებში ჩატარდება, რაც შეეხება ჯილდოს და ჟიურის გადაწყვეტილებას. პროექტით გათვალისწინებული ფულადი სტიპენდიებია: პირველი ადგილი 1500 ლარი, მეორე ადგილი 1000 ლარი, მესამე ადგილი 500 ლარი, ხოლო ჟიური ნამუშევრებს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით განიხილავს. კერძოდ, კონკურსის თემა ტექნიკური შესრულება, კომპოზიცია და ორიგინალურობა, ჟიურის შერჩეული 10 საუკეთესო ფოტო კი უნივერსიტეტის მიერ დაიბეჭდება და უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება. შეგახსენებთ, მიშა ვანიშვილი 2021 წელს 30 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა. უკვე მეოთხე წელია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში და გორის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მაჩაბელი. წელს ეს იქნება 16, 17, 18 ივლისი გეპატიჟებით და ჩართულები იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანები სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება როგორც ფოტოხელოვანები, ასევე კინოდოკუმენტალისტები, ასევე მხატვრები, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება, როგორც გასულ წლებს, წელსაც მრავალფეროვანი და დატვირთული პროგრამა ელოდება უნივერსიტეტის და ზოგადად ქალაქის დაინტერესებულ საზოგადოებას. ასევე იმართება ფოტოკონკურსი სახელად ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის. ეს ფოტოკონკურსი ატარებს გორის უნივერსიტეტის ათგარდაცვული კურსდამთავრებულის მიშა ვანიშვილის სახელს და მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სპეციალური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ნამუშევრებს, გამოავლენს და მათი დაჯილდოება მოხდება ფესტივალის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.